ზოგადად ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. თქვენ იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიგითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა. თავი რო დავანებობთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიგერძვებული თავის შინაარსით ეს დოკუმენტი. ხომ არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარი ფასი არ აქვს ქართული საზოგადოებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის ძალიან კარგად რა დგას ამ ყველაფრის უკან ქართულმა საზოგადოებამ. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ კი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ამ რეზოლუციაში ასახული, ხო? აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობა, იგივე ადამიანებს რო გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, იქ ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვს ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან. აქედან გამომდინარე, თუ კი რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები.